გამარჯობა მეგობრებო, საღამომშვიდობისა, მოკლედ ვერ ველევი და ვერ ვეშვები 17 მაისის თემას. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე ლაივები იბლოკება, მაინც გადავწყვიტე Facebook ლაივის ჩაწერა. 30 დღის პერიოდში უკვე Facebook-ის ახალი პოლიტიკაა, რომ შლიან პირდაპირ ეთერს, მაგრამ ეს 30 დღე საკმარისი იქნება ალბათ ჩემი აზრის გასავრცელებლად და მე ვიდეოს Telegram-ზე მაინც შევინახავ. მოკლედ ის თემა, ამიტომ გთხოვთ ყველას, ვინც დაინტერესდებით, გააზიაროთ ეს ვიდეო და ასევე ძალიან გთხოვთ, რომ დამიწეროთ ისმის თუ არა ჩემი ხმა. მოკლედ თემა, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის 17 მაისი და ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისისადმი. ზოგადად ის თუ რა ბოროტებაა 17 მაისი მსოფლიოში, რომ ეს არის ცოდვის ნორმად გამოცხადების დღე, ცოდვის მამხილებლებთა დეკრიმინალიზაციის და დევნის დღე და ამის ნაცვლად ჩვენ ქვეყანაში ეს დღე არის პირიქით. ცოდვისთვის ცოდვის დარქმევის დღე, ოჯახური ღირებულების დარქმევის დღე და აი ამ ჩვენი მარადიული ქრისტიანობიდან ამოზრდილი ჩვენი ღირებულებების და ტრადიციების დაცვის დღე არის. და აი ამ კონტექსტში არის მრავალი კითხვები, მრავალი აზრი, მრავალი პასუხი. და მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ. აი კონკრეტული საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ზოგიერთი ჩემი მეგობრის, Facebook მეგობრის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მე შეგნებულად და მკაფიოდ დავწერე რამდენჯერმე წელსაც, შარშანაც, რომ ძალიან სასიხარულოა ის, რომ 17 მაისის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის ასეც უთქვამს პატრიარქს ამ დღესთან დაკავშირებით სიმტკიცეც ჰქონდა ნახსენები და მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღეს, რომ 10 წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოუერთდა მთავრობა, ხო? 2014 წელს დაფუძნდა ეს დღე, პირველად 13 წელს გამოვიდა, მაგრამ 14 წელს უკვე აღნიშნეთ ეს დღე. და აი ამ დღეს 2024 წელს პირველად შემოუერთდა საქართველოს მთავრობა და მე გამოვხატე ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, კაფიო, პოზიტიური აზრი, თქვი რომ ეს არის სასიხარულო, თქვი რომ ეს არის დიდებული ამბავი და გავავლე პარალელი იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად დღევანდელ დღეს ლიბერალურ სამყაროში ქალაქის მერები, ქალაქის ქვეყნის მთავრობები გამოდიან და ამ ცოდვის პედოფილური მოძრაობის პროპაგანდისტებთან ერთად იღებენ მონაწილეობას ამ დღეს და ვთქვი რომ აი შევხედოთ იმას რა ხდება ლიბერალურ დასავლეთში, შევხედოთ რა ხდება ჩვენთან და აღვნიშნე რომ ეს არის დიდებული ამბავი. დიდებული ამბავია ისიც რომ ჯერჯერობით საკანონმდებლო დონეზე აიგრძალა LGBT პროპაგანდა. ველით რომ ეს უფრო გამძაფრდეს პრაქტიკაში. ასევე ამოიღეს კანონიდან გენდერული იდენტობის დამაკანონული ტერმინები. აი ეს ყველაფერი არის დიდებული ამბავი. თუმცა ჩემს ამ განცხადებას, ჩემს ამ პოზიციას, რომელიც არ არის მხოლოდ ჩემი, ხოლო უამრავი ადამიანი იზიარებს, უამრავი ადამიანი იწონებს თუნდაც ჩემ პოზს და უამრავი ადამიანი აფიქსირებს ამ პოზიციას. გამოიწია აზრთა სხვადასხვაობა იმ ადამიანებში, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში გვაქვს ნაბრძოლი ამ LGBT დღის წესრიგის წინააღმდეგ და კონკრეტულად რაში, ხო? ასე თქვათ, მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი აფიქსირეს პოზიციას, რომ ეს მთავრობა არ იყო ის, ვინც 2022-ში, 21-ში, რა ვიცი, 20-ში, 17-ში, 14-ში, იგივე 13-შიც ჩვენ გვდევნიდა, ვინც აი ამ პოზიციაზე ვიყავით. სოდომის პროპაგანდისტებს კანცელარიასთან იყო თუ სხვაგან იყო ატარებინებდა თავიანთ პერფორმანსებს და მათ შორის აღლუმის ჩატარებაც აი ბეწვის ხიძე იყო, ხო? რა უამრავი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა ჩატარდებოდა, ხო? ასევე გვახსოვს იგივე სამთავრობო მედიებში ამ ბოროტი პროპაგანდის ხრის დაჭერა და ასეთი ნარატივები და აი ამის ფონზე არის ესეთი მოსაზრება, რომ ამათი მოსვლა რატომ გვიხარია. და მე პირიქით ვიტყვი, რომ ეს ზუსტად ჩვენი არგუმენტია, რატომაც მიხარია. დიახ, რომ ის მთავრობა, რომელიც ჩვენ სწორი პოზიციის გამო, ეკლესიის პოზიციის გამო, აქეთ ამ ხარის საწინააღმდეგო ბანაკში იყო, დღეს ის დემონსტრაციულად 17 მაისს
დემონსტრაციულად ქალაქის მერები, მინისტრები, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე დემონსტრაციულად ოჯახებთან ერთად გამოდიან და პატრიარქის მიერ დაფუძნებულ დღეში იღებენ მონაწილეობას. ეს ფაქტი ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი, მოკლე ჭკუით ნამდვილად არის ღირსშესანიშნავი მოვლენა. დიახ, განსაკუთრებით იმის ფონზე რაც ხდებოდა, მით უმეტეს ღირსშესანიშნავი მოვლენაა, თუ ეხლა მაგალითად 17 მაისს რუსთაველზე, ისე ვიტყვი პირობითად, გურამ ფალავანდიშვილს რო ხვდები მამაჩემს, ან კონკრეტულად სხვებს არ დავაფიქსირებ, შეიძლება არ მოუნდათ ეხლა რო ვახსენო, მაგრამ ძველ თანამებრძოლებს, რა თქმა უნდა, ეს მიხარია, რომ მეგობარი ვნახე, მაგრამ ის რომ სხვა ხალხი შემოუერთდა ამ თემას, ეს არის რა თქმა უნდა სასიხარულო. რომ ჩვენ მილევად რეჟიმში იყო წინააღმდეგობა, მე ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე ამ ყველაფრის წინააღმდეგობის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე, მაგრამ იმ დონის მონაწილე ნამდვილად ვიყავი, რომ მენახა ჩვენი ძალები, რომ როგორ თულ მდგომარეობაში ვიყავით, როგორ გვიჭირდა წინააღმდეგობის გაწევა, ბულინგის გამო, ხელიშეშლის გამო, პოლიციის გამო, მთავრობის გამო, მათ შორის ხო, მედიის გამო, მარგინალიზაციის გამო, ამ ზეწოლის გამო ჩვენ გვიჭირდა წინააღმდეგობის გაწევა და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ეს საქმე, რომელიც პატრიარქის წინამძღოლობით დაიწყო 2013 წელს 17 მაისს, შემდეგ უკვე დღის გამოცხადებით, ეს საქმე, ეს ბრძოლა მივიდა ესეთ მდგომარეობამდე, რომ 17 მაისის მოსვლა რო გვეზარებოდა ყველას ეს გაზაფხული და ზაფხული, დღეს პირდაპირ ჩვეულებრივ ზეიმად იქცა. მთავრობა, ერი, ბერი გამოდივოთ ერთად და ეს რა თქმა უნდა რომ სასიხარულოა. ახლა აქ არის კიდე ერთი თემა, რომ მთავრობა იმიტომ გამოდის, რომ თქვათ ისინი არიან მედროვეები. მთავრობა იმიტომ გამოდის, სხვა მიზეზებია, რომ ამ მიზეზის გამო არ უნდა გვიხაროდეს. მოდი ჯერ დავიწყოთ ყველაზე კარგი ვერსიით, ხო? ყველაზე კარგი ვერსია არის ის, რომ მთავრობას ეს ყველაფერი არასდროს არ მოწონდა, თქვათ, კაი ვერსიით. მაგრამ კაი ვერსია შემორად გაყო, რომ გადაიაზრა და ეხლა გაემიჯნა და ეხლა დადგა ოჯახის მხარეს, ეს ყველაზე იდეალურია. მეორეა, რომ არც ადრე არ მოწონდა, მაგრამ ვერ ბედა და დღეს გაბედა. ესეც კაი ვერსია. არსებობს უარესი ვერსიები, რომ მთავრობამ ნახა, რომ დასავლეთთან მეგობრობა მისთვის მავნებელია, დასავლეთი ომში ეკაჩება და ეხლა მთავრობამ დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე მერკანტილურად დაიჭირა ქრისტიანობის მხარე, იმიტომ რომ გაიძლიეროს პოზიცია. მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ხო, და ამ მსჯელობაში შეიძლება რაღაცა უსამართლობა ვთქვათ, შეიძლება სამართლიანად ვიმსჯელოთ, რა ვერსიაც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რა ვერსიაც, ხო? ყველა ვერსიაში მე აღარ შევლამ ვერსიების გარჩევაში. ყველა ვერსიაში ეს არის კარგი ფაქტი. თუ მთავრობას პოზიციის გასაძლიერებლად დაჭირდა ჩვენთვის ანგარიშის გაწევა, ეკლესიისთვის, ერისთვის, ეს ხო ნიშნავს, რომ კარგი რაღაცა ხდება. ეს ხო ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიციები ძლიერდება. ეს ხო უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სულ მერკანტილურად თქვათ. მე ის კარგი ვარიანტიც რო განვიხილოთ, ხო ეს კიდევ უკეთესია, ხო, ვერ ბედავდა, ეხლა გაბედა, ან გადაიაზრა საერთოდ ან მერკანტილურობის გარეშე ეხლა გადაიაზრა. ყველა ვარიანტში ეს არის კარგი ფაქტი. და მე მგონი ამ კარგი ფაქტით უნდა გავიხაროთ. რა თქმა უნდა, აქ არავინ არ ამბობს იმას, რომ ჩვენ დავივიწყოთ რაც იყო. რატო არ უნდა დავივიწყოთ? იმიტომ რომ ვიღაცას გაუხსენოთ ან ნიშნი მოვუგოთ. არა, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ კონკრეტულად თქვათ ამ ხელისუფლების პირობებში სად ვიყავით, რა გზებით ვიარეთ, რა ბეწვის ხიძზე ვიყავით. ხო, ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ მობილიზებულები ვიყოთ და არ მოვდუნდეთ ამ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ასევე რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს დიდებული ფაქტი ის რომ 17 მაისს ჩვენი მერები და ჩვენი მთავრობის წევრები არა გეიპარაძე, არამედ ოჯახის სიწმინდის დღეზე დგანან, ეს დიდებული ფაქტი ჩვენ არ უნდა ამ დიდებულმა ფაქტმა ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა გვაფიქრებდეს, რომ იდეალურად არის ყველაფერი, პირიქით. ძალიან დიდი გამოწვევებია. და ესეც უნდა გვახსოვდეს, ხო, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პრაიდების აღკვეთა და ეს შეტაკებები, ხო, ეს იყო მხოლოდ ლოკალური დაპირისპირებები, და ეს იყო მხოლოდ ვის ექნებოდა ქუჩა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გარდა ამისა არის უამრავი შრე, განათლებაში რა ხდება, კულტურაში რა ხდება,
მედიაში რა ხდება და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს ყველა შრე უნდა დავიბრუნოთ ჩვენ, ხო? ყველა შრეში უნდა გავიმაროს, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის დღეს გადაწყვეტილი. ბოლო 2 წელია განსაკუთრებით ძალიან კარგად. ეს არის სასიხარულო. ეს ერთ-ერთი ვარიანტი იქნება საშიში თუ ჩვენ ამის ფონზე მოვდუნდებით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გამოსასწრებელი. მე უფეშიოც ამას ბრძანებდა, რომ ძალიან რას თუ რამ შემოსულა ყველაფრისგან უნდა გაიწმინოს აი ამ გამოგონილი იდეოლოგიებისგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და პირიქით წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ხო? ახალი დამცავი კანონები უნდა შემოვიღოთ ოჯახის აბორტით დაწყებული, განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ, ხო? ეს არის აბორტის გაგრძელებით გაგრძელებული. ეს ჩვენ ბრძოლაში ვართ, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და უკვე ფეხზე გადავიდეთ. პირიქით, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა დიახ ამ მთავრობის პირობებში, მათი ხელშეწყობით, მათი დუმილით, მათი წინააღმდეგობის არ გაწევით, მაგრამ დღეს რაც გვაქვს, ეს უნდა დავაფასოთ. დღესაც გვაქვს ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შეიძლება არ გვიხაროდეს, იგივეს გამეორება აღარ მინდა. ხო, რა ვიცი, თუ გვიჭერდნენ იმის გამო, რასაც ვაკეთებდით 3 წლის წინ, დღეს ჩვენთან ერთად დგანან, ჩვენ წინ დგანან, მთავრობა და ჩვენ წინ დადგნენ, მაგრამ ჩვენ წინ დგანან. სუპირველები იყვნენ თუ ყველაფერს გაასწორებენ, ხო ამას პრობლემა არ არის, არავის ამბიცია არ აქვს. და ის რომ მთავრობა თუ გინდ იძულებული გამხდარიყო, გინდ გადაეაზრებინა, გინდ მედროებით გააკეთებინა, ის თუ აი ეს მთელი სახელმწიფო აპარატი ჩვენ წინააღმდეგ იყო და დღეს ჩვენს ხარეს არის, ან როგორც მინიმუმ შეამსუბუქა LGBT პროპაგანდის ხარდაჭერა და შკიარ შეამსუბუქა უკვე წინააღმდეგება. შეიძლება არა ისე როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ დიდად ეწინააღმდეგება. ამას ვერ წარმოვიდგენდით, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ცალსახად პოზიტიური ფაქტი. და ეს უნდა ჩვენ აღვნიშნოთ, იმიტომ რომ რაღაცა წინ გადაიდგა ნაბიჯი ამ მიმართულებით. წლების განმავლობაში რასაც ვითხოვდით, ის მოხდა, ხო? და უამრავი რამეა გასაკეთებელი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გენდერული იდენტობის ამოღება ძალიან კარგია, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონია, მათ შორის სექსუალური ორიენტაციაც ამოსაღებია. თუ საერთოდ გაუქმდება ეს კანონი, ესე ძალიან კარგია, მაგრამ ეს ალკე საკითხია, მაგრამ ცოდვის დაკანონება არის წითელი ხაზი. ამიტომ ცოდვის დამაკანონებელი ყველა ტერმინი უნდა გაჩნდეს, ყველა მიმართულება უნდა გაუქმდეს, გაგაქრეს უბრალოდ, ყველა მიმართულება უნდა გაქრეს. შსს-ში იქნება ეს, განათლებაში იქნება, ბაღში იქნება, გენდერულად ნეიტრალური სწავლება იყო შეტანილი ბაღებში განსაკუთრებით. ამას აკეთებდნენ ჩვენ ქვეყანაში, ამას აკეთებდნენ ქართული ოცნების პირობებში, ახლა ამას კი არ ვივიწყებთ. ამას კი არ ვაიგნორებთ, მაგრამ დღეს როდესაც სახელმწიფო თქვა, რომ გენდერი გამოგონილი ტერმინია და აღიარა ეს მთავრობა, რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს როგორ უნდა, რატომ უნდა გვეწყინოს? რა მოტივით აკეთებენ ამას, ცალკე საკითხია. ადრე ვერ ბედავდნენ და იმიტომ იყვნენ ჩუმად, ლიბერალები იყვნენ და პირიქით მოწონდრას აკეთებდნენ. ეს ცალკე საკითხია. მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები, სწორი ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ ის რომ დღეს ის ხალხი, ვინც აი ამ გენდერულ იდეოლოგიას ნერგავდა, დისკრიმინაციულ კანონს იღებდა, დღეს ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, ეს არის დადებითი ფაქტი. და მეტი და მეტი უნდა მოვითხოვოთ. აი მაგალითად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ ის, რომ ძალიან მკაცრად და ძალიან მკაფიოდ აი ეს მოუშორებელი ფაქტია, რომელიც აი კიდევ ერთხელ აი მიმართავ ახლა მე ამაზე ბევრჯერ ვისაუბრია, რომ თბილისი პრაიდის ოფისზე დღესაც გამოკიდებულია დღეს უკვე კანონდარღვევით LGBT პროპაგანდისტული სიმბოლიკა და დროშა. ანუ ისინი თავიანთ ოფისზე, ქალაქის ცენტრში, ახვლედიანის ქუჩაზე, პეროვსკაიაზე ეწევიან ცოდვის პროპაგანდას. ღიად დაუფარავად. ისინი არღვევენ კანონს და მოუწოდოთ მთავრობას, რომ თუ ისინი გულწრფელად განან 17 მაისს, აი ეს პატარა დეტალი არის. ფაქტი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აი ამ ფონზე, ყველაფრის ფონზე, კანონის ფონზე უკვე პატარა დეტალია, რომ აი ამოქმედდეს და პირველი ნაბიჯი დავინახოთ. ჩამოიხსნას ის დროშა, მოუწოდოთ მთავრობას. აი ამ სიტუაციაში უნდა ვიყოთ და ის რომ ჩვენ დღეს ადრე ჩვენი კანონები ჩვენ წინააღმდეგ იყო და დღეს თუ ეს კანონები ჩვენ მხარეს არის, ეს არის დადებითი ფაქტი. ხო? ახლა უფრო მარტივია ხელისუფლებაზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა იმ მიმართულებით, რომ აილაგმოს სოდის პროპაგანდა. ადრე ჩვენ გვეუბნებოდა თქვენ კანონს არ ღვევთ.
რაღაც კონსტიტუციის გაუგებარ მუხლებზე და ან დისკრიმინაციულ კანონზე მიგვითითებდნენ. დღეს ჩვენ გვაქვს ხელში იარაღი, რომ პროპაგანდის აკრძალვა არასწორია. დღეს ჩვენ გვაქვს სათქმელი კონკრეტულ პატრულის თანამშრომელთან ან მერიის თანამშრომელთან, რომ ალაგმეთ პროპაგანდა. იმიტომ რომ კანონი გავალდებულობ დღეს უკვე თქვენ ამას. თქვენი პრემიერის აღლუმზე 17 მაისს ოჯახის დღეზე გამოსვლა, თქვენი მერის ოჯახის დღეზე გამოსვლა, თქვენ გავალდებულებთ და ეს სათქმელი რომ გაგვიჩნდა ჩვენ. ეს სათქმელი გაგვიჩნდა, ეს არის დადებითი მოვლენა. რა თქმა უნდა, ახლა ამას პოლიტიკური ძალა არის ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებს არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო ხმებისთვის, დასაძლიერებლად თავიანთი ძალაუფლების. მაგრამ ნუ ახლა ეს ერთი საკითხია და ამაში შესვლა მეორეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადრე ძალაუფლების გასამყარებლად, და ამით იგივეს ვიმეორებ და დავასრულებ, ძალაუფლების გასამყარებლად LGBT კანონების მიღებით იმყარებდანო, დასავლეთში ეძებდა ხარდაჭერას, ხო? ლეგიტიმაციას დასავლეთში უყურებდა ევროპაში და იმათ აწონებდა თავს. დღეს ფაქტია, რომ ახალი კანონებით ხდება თავის მოწონება ეკლესიისთვის, ხდება თავის მოწონება ერისთვის. ეს არის კარგი, ეს უნდა გამოვიყენოთ. ესე იგი ჩვენი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. და რა არის ჩვენთვის პოლიტიკა, ხო? ხა იქ მანდატებზე არ არის ლაპარაკი, ხო? იდეოლოგია როგორ იქნება ქვეყანაში, სარწმუნოების ამიტომ, ანუ ჩვენ შეგვიძლია მეტი გავლენა მოვახდინოთ. ჩვენს როცა ლაპარაკობ, აქ არის საუბარი ერზე და ბერზე. იმ ხალხზე, ვინც არის ჩვენი ერის ისტორიის გამგზელებლები, არა იმითი, ვინც ნოვატორები არიან და ხან რაღაც სპარსულად აჭიკჭიკდებოდნენ, ხან თურქულად, ხან როგორ და დღეს სოდომურ ენაზე ჭიკჭიკებენ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ეს ყველაფერი არის მაფიქრებინოს მე იმაზე, რომ დიახ, ძალსახად დიდებული და გასახარი ამბავი იყო ეს. მიუხედავად მოტივებისა, მიუხედავად ჯერა თუ არ გჯერა სიწრფელისა და ალბათ ეს ყველაფერიაც მე ჩამოთვალე სიწრფელე, ანგარება, ეს ყველაფერი ერთად არის, ხო? რაღაც მომენტში ვიღაც ისე ფიქრობს, ზოგი ისე ფიქრობს, ზოგი იმ გულით არის, ზოგი ამ ზოგს გაუხარდა, ზოგი შეიძლება არ გაუხარდა, მაგრამ ფაქტია, რომ თავის კოლექტიურად მთავრობა ამ ხარეს დადგა დღეს. და ჩვენ აი ამ ხარეს დამდგარი მთავრობა, რომელსაც ამითი უნდა თავი მოგვაწონოს, აი ახლა უნდა მივაწვეთ ზუსტად. რომ გაიწმინდოს განათლების სისტემა, გაიწმინდოს კულტურა, გაიწმინდოს ქალაქი, მედია, აი ამ ანტი-ღვთაებრივი, ანტი-ადამიანური იდეოლოგიისგან და ზოგადად ყველაფრისგან, რაც არის საწინააღმდეგო ბავშვების ნათელი ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, ქრისტიანობას, აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ უფრო მარტივად და უფრო ლოგიკურად მოვთხოვთ, იმიტომ რომ ვეთქვით, რომ თქვენ ხო აქეთ დგახართ, ამიტომ ვალდებულები ხართ. აი მაგალითად იგივე ეს ამაზრზენის სპექტაკლი, რომელიც დაიდგა ეგრეთ წოდებულ სამეფო უბნის თეატრში, ხო, ლიბერტე. პირდაპირ, ხო, სოდომის პროპაგანდა, კრეხელობა, ეს საშინელებონა, პირდაპირ მოვითხოვთ, რომ შეუწყდეს დაფინანსება, დაიხუროს თეატრი, დაიხუროს სპექტაკლები, სადაც ასეთი რაღაცა ხდება. მოკლედ აი ეს იყო ისე თქმაც მინდოდა, კარგად ბრძანდებოდეთ. თუ მეთანხმებით გააზიარეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Facebook-ის ლაივების ვადა ისედაც მოკლეა, იშლება Facebook-ის ახალი პოლიტიკის მიხედვით, ამიტომ თუ თვლით რომ ამ აზრის გაზიარება და მოსმენა მნიშვნელოვანია, საინტერესოა, უფრო ისე რომ ვთქვათ, შეგიძლიათ გააზიაროთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.